ჯანდაცვის სტანდარტი მასპინძლობს სილვიუ დომენტეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს. მოგესალმებით, ბატონო სილვიუ, მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ხართ დღესაც ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. დიდი მადლობა, ბატონო სილვიუ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით და მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით შეგაწუხეთ, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ყოველ შემთხვევაში სამედიცინო საზოგადოება 7 აპრილს. პირველი კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს და რატომ არის ის ყოველწლიურად ფართო მასშტაბით აღნიშნვადი და 20-26 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მოგესალმებათ, რომ ეძღვნება ერთად ჯანმრთელობისთვის და მხარი დაუჭიროთ მეცნიერებას. რას ნიშნავს ეს სლოგანი? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენ სტუდიაში სტუმრობა. სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი. დოქტორი სილვიუ დომენტემ სამედიცინო განათლება მიიღო მოლდოვას რესპუბლიკაში, შემდეგ კი მეცნიერების მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ლონდონის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში. დოქტორმა დომენტემ პროფესიული კარიერა ქირურგად დაიწყო სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში სწავლის დამთავრებისთანავე გადავიდა მოლდოვას რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში და იქ მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად თითქმის 6 წლის განმავლობაში. 2004 წელს ის შეუერთდა გაეროს ოჯახს, მუშაობდა ჯერ იუნისეფის მოლდოვის ოფისში, ხოლო 2008 წლიდან ჯანმოში. 2013 წელს დოქტორი დომენტე გახდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის წევრი ათენში, საბერძნეთში. თავდაპირველად ჯანდაცვის სისტემების ანალიტიკოსად, შემდეგ კი ჯანდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩევლის როლში 2019 წლის მარტამდე. 2019 წლის აპრილიდან დოქტორი სილვიუ დომენტე არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ქვეყნის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში. აღნიშნავთ მსოფლიოს ჯანმრთელობის დღეს 7 აპრილს და ეს არის ის თარიღი, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაარსდა 1959 წელს, 78 წელია უკვე და ამავე წელს ასევე ეს იყო რეზოლუცია, რომელიც იქნა მიღებული და ითქვა, რომ ყოველწლიურად ამ დღეს უნდა აღინიშნოს გლობალურად მსოფლიო ჯანმრთელობის დღე, რათა ყველაზე უფრო აქტუალური თემები განიხილოს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს იქნება უნივერსალური ჯანმრთელობის პროგრამები, მენტალური ჯანმრთელობა, ასევე ადამიანის უფლებები, რაც ჩვენ თქვენთან ერთადაც განვიხილეთ წინა სტუმრობის დროს და სლოგანი წლევანდელი წლისთვის არის ორმაგი მნიშვნელობის მქონე. პირველ რიგში ეს არის ჯანმრთელობისთვის, ერთად ჯანმრთელობისთვის, რაც ნიშნავს თანამშრომლობას, პარტნიორობას, ერთად მუშაობას ჯანმრთელობის განვითარებისთვის და მეორე არის მეცნიერებასთან გამოვლინება, რაც ნიშნავს, რომ ნდობა მეცნიერებისადმი ხელახლა მოვიპოვოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართ, ასევე სამეცნიერო კვლევების და ინსტიტუციების მიმართ ნდობა აღვიდგინოთ. შესაბამისად, ეს არის ორმაგი მნიშვნელობის მქონე სლოგანი და ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ დღეს ჩვენ ასევე ჩაუშვით ყოველწლიური კამპანია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თემა მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება და ეს არ არის მხოლოდ ერთი დღე, ერთდღიანი აღნიშვნა, რაც არის მნიშვნელოვანი, ასევე არის ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პარალელურად უნდა ვიმუშაოთ, გარკვეულწილად დაკავშირებული არის ასევე მსოფლიო ჯანმრთელობის დღესთან, ეს არის სამიტი, გლობალური ჯანმრთელობის სამიტი, რომელიც საფრანგეთში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და G7-ის მიერ არის მასპინძლობა და როგორც ვიცით, საფრანგეთი ამ ერთიანი ჯანმრთელობის კამპანიის მიმართ ძალიან ერთგულია, ამ ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მიმართ ალბათ ამასაც განვიხილავთ და ეს არის ის სამუშაო, რაც გუშინ შესრულდა და ასევე მოუთმელად ველოდებით ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამიტის შედეგებს. მეორე არის გლობალური ფორუმი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობის ცენტრებისა, რაც აერთიანებს 800 ცენტრს მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 80 ქვეყნიდან, მთელი მსოფლიოდან. ეს არის ყველაზე ფართო მასშტაბიანი სამეცნიერო ქსელის გაერთიანება გაეროს ორგანიზაციების მიერ და კიდევ ერთხელ ეს არის მეცნიერების გაძლიერება, მეცნიერული მიდგომის გაძლიერება და ასევე ის, რომ თანხვედრაში ვიყოთ სლოგანთან, რაც შერჩეულია მსოფლიო ჯანმრთელობის დღისთვის, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ასევე მონაწილეობს ამ გლობალურ ფორუმში, როგორც
თანამშრომლობითი ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თქვენ ძალიან კარგად იცით რომ საქართველოშიც არის ასეთი ცენტრი თანამშრომლობითი ცენტრი ჰეპატიტის შემცირების მიმართულებით ასევე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და თქვენ პირადად გადაგიხადოთ მადლობა რადგან ძალიან დიდი წვლილი შეიტანეთ ამ პროცესში ეს იყო ხანგრძლივი პროცესი არც ისე მარტივი თუმცა საბოლოო ჯამში NCDC-მ შეძლო რომ ეს იყოს თანამშრომლობითი ცენტრის გასაგებია მადლობა დიახ ერთადერთი ცენტრია დღეს საქართველოში რომელიც სათანამშრომლო ცენტრია და ეს პრესტიჟია ჩვენი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე იმ ინსტიტუციისთვის რომელიც თქვენ ბრძანეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მე იმედი მაქვს რომ მომავალში კიდევ იქნება საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთანამშრომლე ცენტრები რამე თუ ეს დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს თითოეულ ორგანიზაციას და რა თქმა უნდა უფრო ჭიდროს ხდის თანამშრომლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ბატონო სილვიო, თქვენი პერსპექტივიდან დღეს რა არის ყველაზე მწვავე გლობალური გამოწვევები ჯანმრთელობის კუთხით და ამ ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისად ქვეყნების და ინსტიტუციების მეტად სამეცნიერო თანამშრომლობა იმ ჯანმრთელობის საფრთხეებთან, მაგალითად როგორც არის ეპიდემიები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იგივე კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები, რა არის მთავარი გამოწვევა გლობალური დღეს? თქვენ უკვე აღნიშნეთ რამდენიმე მათგანი და ნამდვილად რამდენიმე გლობალური გამოწვევა არსებობს ამჟამად და მინდა აღვნიშნო რომ ყველა მათგანი ძალიან კომპლექსურია და ერთმანეთთან დაკავშირებული. ალბათ დავიწყებ პანდემიის საფრთხით. გვახსოვს კოვიდის პანდემია და ეს მეხსიერება არსებობს ჯერ კიდევ ჩვენში. შესაბამისად საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ეს არის გამქრალა ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ეკოსისტემაში, ასევე ცხოველებში, ადამიანებში მუტაციები არის მიმდინარე და გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ეს იყოს შემთხვევები, ისეთი ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება იყოს კიდევ ერთი პანდემია. შესაბამისად ამჟამად ვიცით, რომ არსებობს H5N1-ის გადაცემის შემთხვევები, ვირუსი ძუძუმწოვრების შემთხვევებში ბოლო პერიოდში ჰქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც გადაცემა მოხდა H9 ადამიანებზე და იტალიაში იყო ასეთი შემთხვევა, ამიტომ ჯერ კიდევ ეს არ არის პანდემიის პოტენციალი, თუმცა ეს არის გაფრთხილება ჩვენთვის, რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ და უნდა ვისწავლოთ, გამოცდილება მივიღოთ წინა პანდემიიდან, რადგან როგორც ვიხილეთ ზოგჯერ მაგალითად პრევენცია იყო დაგვიანებული ზოგჯერ შესაძლებლობები და რესურსები არ იყო საკმარისი წვდომა დიაგნოსტიკაზე, ასევე ვაქცინებზე, მკურნალობის მეთოდებზე და ასე შემდეგ არ იყო თანაბარი სოფლიოს მასშტაბით თანაბრად ხელმისაწვდომი შესაბამისად მეცნიერების გადმოსახედიდან ამ ყველაფერმა მიგვიყვანა პანდემიის შეთანხმების განვითარებამდე, რაცა ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და ეს პანდემიის შეთანხმება გასულ წელს დამტკიცდა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მიერ, რაც არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამჟამად გახავთ ის, რომ ეს პათოგენები და ეს სტრატეგიის სარგებლის გაზიარება, რასაც ახლა განვიხილავთ, რაზე მოლაპარაკებაც ხდება ამჟამად და ეს ასევე იქნება კიდევ ერთხელ ხმას მივცემთ ამ ყველაფერს და იმედია, რომ შემდგომი ასამბლეის ფარგლებში დამტკიცებულიც იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სტრატეგიასთან მიმართებით, რადგან წარმოებლები, დიდი კომპანიები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, ასევე მათ სჭირდება წვდომა ჰქონდეთ პათოგენებზე მსოფლიოს მასშტაბით, ინფორმაციაზე წვდომა, ასევე მოცირკულირე პათოგენებთან დაკავშირებით და ასევე რა არის გენეტიკური მახასიათებლები და ასე შემდეგ, როცა საჭირო იქნება შეძლონ ვაქცინის შექმნა და სწრაფად შეძლონ დიაგნოსტიკის და ასევე მკურნალობის მეთოდების შეთავაზება. მეორე ნაწილი, რაც ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, როდესაც ეს დიაგნოსტიკური ტესტები, ვაქცინები, მკურნალობის რეჟიმები და ასე შემდეგ ვითარდება და იქნება, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანას სოფლიოში თანაბარი წვდომა ჰქონდეს მათზე და ჩვენ ეს ვნახეთ, რომ ასე არ მოხდა წინა შემთხვევაში, რადგან მაგალითად მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში მაშინვე ჰქონდათ წვდომა ვაქცინებზე და თანამედროვე ასევე ტესტებზე დაახლოებით. The experience what we get. Yes, unfortunately. დიახ, სამწუხაროდ. So we hope that this will be. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ამას დავამტკიცებთ და როდესაც 16 ქვეყანა დაამტკიცებს, უკვე სტრატეგია ძალაში შევა და სამომავლოდაც იმედი გვაქვს, რომ ასეთ სიტუაციებს თავიდან ავირიდებთ. კიდევ ერთ გამოწვევაზე მინდა გადავიდე, კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, ეს არის არაგადამდები დაავადებები და რისკ ფაქტორი ამ შემთხვევაში ასევე გარდაცვალების
მაღალი მაჩვენებელი 74% არის არაგადამდები დაავადებებისგან გამოწვეული და ეს გამოწვეულია სხვადასხვა რისკ ფაქტორებით, როგორც არის თამბაქო, ალკოჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ასე შემდეგ. ამიტომ ესეც არის მნიშვნელოვანი ტვირთი სისტემისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის და ასევე ეკონომიკისთვის. ჩვენ გამოვითვალეთ მაგალითად საქართველოში NCD შემთხვევაში დაახლოებით 6% მთლიანი შიდა პროდუქტის დანაკარგის არის ყოველწლიურად და ეს არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის ხარჯები და მკურნალობის ხარჯები, ასევე ეს არის პროდუქტიულობის დაკარგვა, შემცირება ეკონომიკაში, ასევე ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს ამ გლობალურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ ძალიან ცხადი მტკიცებულებები გვაქვს სამეცნიერო მიდგომები იმ ზომებზე, რაც უნდა იქნას მიღებული და კიდევ ერთხელ მაგალითი რომ დავასახელოთ საქართველოდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რაც 10 წლის წინ იქნა მიღებული, ახლა უკვე შედეგებს გვაჩვენებს და შეგვიძლია ვნახოთ, რომ 6%-ზე მეტი შემცირება გვაქვს მწვერვალების მაჩვენებელში საქართველოში და რა თქმა უნდა სხვადასხვა გაუმჯობესებაც მოყვება ამ ყველაფერს ქრონიკული დაავადებების თვალსაზრისითაც. საქართველოს წინ მიიწევს ამ მიმართულებითაც, რადგან სამინისტროსთან მუშაობ, ჯანმრთელობის სამინისტროსთან, ასევე NCDC-თან, რომ დამატებით რისკ ფაქტორებზე რეაგირება მოხდეს, მაგალითად მარილის მოხმარების შემცირების სტრატეგია, რაც არის მნიშვნელოვანი რეგულაცია, ასევე ტრანსთხიმებთან მიმართებით, ტრანსთხიმების შემცირებასთან მიმართებით ახლა უკვე ვიწყებთ პროცესის ვალიდაციას, რომ სერტიფიცირება მოხდეს საქართველოს უახლოეს მომავალში, როგორც ტრანსთხიმებისგან თავისუფალი ქვეყანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე და პრიორიტეტი ჯანმრთელობისთვის გახლავთ ანტიმიკრობული წინააღმდეგობა, მედეგობა და მეცნიერები ამას უწოდებენ ჩუმ პანდემიას, ზოგს არ კი მოსწონს ეს ტერმინი, რადგან ფიქრობენ, რომ უკვე პანდემია და არა ჩუმი პანდემია და ხილულია რეალურად და ეს გამოწვეულია მაგალითად ანტიმიკრობული ნივთიერებების ზედმეტი მოხმარებით, როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე ადამიანების შემთხვევაში და ეს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს შემდეგ ართულებს, რომ ასე მკურნალობა მოხდეს, მაგალითად შეიძლება იყოს წინააღმდეგობა მედეგობა მიკრობების და ბაქტერიების მიმართ და ესეც დამატებითი ხარჯებია ჯანდაცვის სისტემისთვის და ისეთი პროცედურები, როგორც არის მაგალითად ოპერაციები ან ჰოსპიტალიზაცია უკვე რისკის შემცველი ხდება ამ ყველაფრის გამო და კიდევ ერთხელ საქართველოში ჩვენ გამოვითვალეთ და საქართველოს სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 0.8 წლით შემცირდეს 2050 წლისთვის სწორედ ამ ანტიმიკრობული მედეგობის წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ საკმაოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები გვაქვს ამ მიმართულებით, რომ ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ და ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა, რომელსაც ალბათ უფრო დეტალურადაც განვიხილავთ და ასევე რაციონალური გამოყენება ანტიმიკრობული წამლებისა და ალტერნატივებსაც უნდა დავაკვირდეთ ანტიბიოტიკების შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც ვერ ავირიდებთ თავიდან საქართველოს აღნიშვნას, რადგან ცნობილია ამ შემთხვევაში წარმოების მიმართულებით და ძალიან ბაქტერიოფაგის მიმართულებითაც კარგი ინსტიტუცია და რეგიონის მასშტაბით არის ცნობილი, ბევრი სამეცნიერო ინტერესიც არის ამ მიმართულებით და უკვე სწრაფად გადავალ კიდევ ერთ გამოწვევაზე, რომელიც არის კლიმატის ცვლილება და ეს ხდება უფრო და უფრო მეტად წინ წამოწეული დღის წესრიგში, სწორედ ამ კლიმატის ცვლილებების გამო საკმაოდ ბევრი ამითთან დაკავშირებული მოცემულობა, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, იქნება ეს მაღალი ტემპერატურა, გლობალური დათბობა, ვექტორული დაავადებები და ასე შემდეგ, უკვე რომელიც ჩრდილოეთით მიიწევს და ყველა ის პრობლემა, რაც დაკავშირებული არის სურსათის უვნებლობასთან, უსაფრთხოებასთან, წყლის უსაფრთხოებასთან, ჰაერის ხარისთან, რესპირატორულ დაავადებებთან და შესაბამისად შეიძლება რა თქმა უნდა გავაგრძელოთ ამაზე საუბარიც, რადგან მეც უთანასწორობასაც აღვნიშნავდი არათანაბარ წვდომას ჯანმრთელობის სერვისებზე და ეს არის ის თემა, სადაც ყველგან განვიხილავთ როგორც ქვეყნის დონეზე, ასევე ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებების თვალსაზრისით განსხვავება, ასევე ნაკლებობა პერსონალისა ჯანდაცვის სისტემაში და ეს ზეწოლა პოპულაციაზე, როდესაც წვდომა უნდა ქონდეს ჯანმრთელობის სერვისებზე, ასევე მენტალური ჯანმრთელობა, რადგან უფრო და უფრო წინ წამოიწევა დღის წესრიგში, ეს არის ასევე გამოწვეული მიზეზი პროდუქტიულობის დაკარგვისა და ასევე დაბერების თვალსაზრისით და კიდევ ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო, გახლავთ კონფლიქტები, რაც მიმდინარეობს და ვერც წარმოვიდგენდით აქამდე, რომ 21 საუკუნეში შეიძლება ასეთი დიდი პრობლემა ყოფილიყო.
შესაბამისად ბევრ მაღალი მაჩვენებელი არის სიკვდილიანობის ამ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ ეს არის ზეწოლა როგორც მოქალაქეებზე, ასევე სამედიცინო პერსონალზე და ასუსტებს ჩვენ სამედიცინო ეკოსისტემას და ბოლო პერიოდში არაერთი ქვეყანა ინვესტირებას აკეთებს ამ მიმართულებით და ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს სოციალური დაცვის სისტემები, პროგრამები და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან შემაშფოთებელია ჩვენთვისაც, რადგან თანამედროვე უსაფრთხოება ეს არ არის მხოლოდ თავდაცვა, არამედ ეს არის საზოგადოება, რომელიც არის ფიზიკურად გამძლე, მენტალურად მედეგი და მდგრადი და უნდა შეეძლოს ყველა ასეთ გამოწვევასთან გამოვება. ასეთ კარგი მიმოხილვისთვის მოკლედ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემაა და სწორედ ჩვენი გადაცემა ჯანდაცვის სტანდარტი სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ გადაცემის გახლავთ აი ამ გლობალური საკითხების მეტად გაშუქება და მოსახლეობამდე უფრო გასაგებ ენაზე მიტანა, რაც თქვენ ახლა ძალიან მოკლედ და კარგად ბრძანეთ. ბრძანეთ თქვენ რომ ამ წელიწადს, ანუ წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარი თემა ეს არის ერთიანი ჯანმრთელობა, One Health, რასაც ვამბობთ და ბრძანეთ უკვე თითქმის, მაგრამ გამეორება არ გამოგვივა. ცოტა მეტად ანუ ეს მთელი წლის განმავლობაში იქნება ეს თემა აქტუალური ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და მთლიანად გლობალური სამედიცინო საზოგადოებისთვის და უფრო მეტად რომ გვითხრათ, რატომ იქნა არჩეული ეს თემა, ასე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ მიექცა მას ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება და რა გვაქვს დაგეგმილი იგივე ვთქვათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამ თემის მეტი აქტუალიზაციისთვის. ნამდვილად უფრო და უფრო ვიაზრებთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ეს არის დაკავშირებული როგორც ცხოველების ჯანმრთელობასთან, მცენარეების ჯანმრთელობასთან, გარემოსთან და მთელ ეკოსისტემასთან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ და მტკიცებულებაც გვაჩვენებს, რომ თითქმის 60% ინფექციური დაავადებების რაც დარეგისტრირებულია გლობალურად, ცხოველებიდან მომდინარეობს, იქნება ეს როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველების შემთხვევაში და ადამიანის აქტივობა, სტრესი, რაც ეკოსისტემაზე არსებობს, ამასაც შეუძლია ხელი შეუწყოს დაავადებების გავრცელებას, წარმოქმნას და შემდეგ ახალი დაავადებების გავრცელებას. შესაბამისად, მაგალითად, ურბანიზაცია, ტყეების რესურსის დაკარგვა, ასევე გაზრდილი ვაჭრობა, ცოცხალი ცხოველებით და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უფრო მჭიდრო ინტერაქციაზე მივყავართ ადამიანებსა და ცხოველებს შორის და ეს შეიძლება იყოს დამატებითი ეფექტი პათოგენების შემთხვევაში, როგორც განვიხილეთ, იგივე არის გარემოცვლილებები, სხვადასხვა ვექტორული დაავადებების შემთხვევაშიც, რაც შეიძლება ჩრდილოეთით უფრო წარიმართოს, როგორც აქამდეც აღვნიშნეთ, და ეს არის გზა იმისა, როგორ შეუძლიათ ადამიანებს მართონ სოფლის მეურნეობა, მაგალითად, და ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ გადაცემაზე მალარიის შემთხვევაში, მაგალითად, სხვადასხვა დაავადებებს, ამიტომ როგორც აღვნიშნეთ, ძალიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია, როდესაც ერთიან ჯანმრთელობის მიდგომაზე ვსაუბრობთ, ეს არის პირველ რიგში მართვა და პრევენცია ზოონოტური დაავადებებისა, რომელიც არის გადაცემული ცხოველიდან ადამიანზე, ებოლა მაგალითად rabies, for example, the second one is the ასევე ეს არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, როგორც აღინიშნა, როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში არის მნიშვნელოვანი, ასევე შემდეგ ადამიანამდე მოდის. ძველი ეხლანდელი პანდემიაც პრინციპში ზოონოზური იყო რა. This is the main, ეს არის მთავარი, let's say the strongest ყველაზე ძლიერი ჰიპოთეზა. ჯერ კიდევ აკვირდებით სხვა ჰიპოთეზებს, თუმცა ყველაზე ძლიერი მეცნიერებს შორის არის ის, რომ დიახ, ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა. რომ გავაგრძელოთ ეს იდეა, აქამდე ასევე აღვნიშნე ვექტორული დაავადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გლობალური დათბობის თვალსაზრისითაც, რომ ჩრდილოეთით გადადის ეს დაავადებები და მთელი პრობლემა არის სურსათის უსაფრთხოებისა და უვნებლობისა, რადგან
in the whole process. მთელ პროცესში იქნება ეს ფერმიდან დაწყებული ჩვენს სახლამდე შეიძლება დაბინძურდეს საკვები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ეტაპზე დავწმუნდეთ, რომ საკვები არ არის დაბინძურებული, სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი და ყველა სხვა შედეგი, რაც შეიძლება გქონდეს, მაგალითად რესპირატორული დაავადების შემთხვევაში ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული და ასე შემდეგ, ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ერთიანი მიდგომა, ეს ერთიანი ჯანდაცვის მიდგომა და გჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები ამ პროცესში, სტრუქტურაში, რადგან ყველა სექტორმა ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან, არა მხოლოდ ის, რომ დროდადრო შეხვდნენ და ინფორმაცია გაცვალონ, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთთან უნდა მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ, ეს უნდა იყოს მონიტორინგის სისტემები ერთობლივი, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების შემთხვევაში, ასევე უნდა არსებობდეს დაუყოვნებლივი ზომები რეაგირებისა, ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში და ასევე მონიტორინგი უნდა ხდებოდეს ერთად ჯანდაცვის სექტორი, ვეტერინარული სექტორი, გარემოს დაცვის სექტორი და მთელი ეკოსისტემა ერთიანობაში. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ გლობალურ დონეზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნაბიჯებს დგამს, რადგან ეს არის შეთანხმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა, ასევე გაეროს ორგანიზაციისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციისა. ეს არის 4-მხრივი შეთანხმება და ეს არის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც შევიმუშავეთ, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშაოთ და ასეთ პოლიტიკას ხელი შევუწყოთ ქვეყნის დონეზე. და ასევე არის ერთობლივი ჯგუფი ექსპერტები. გაძლიერდება ძალიან ეს კოლაბორაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის და ქვეყნებში მეტი ვთქვათ ინფორმაცია და მეტი მხარდაჭერა ქვეყნებისთვის, რომ ეს ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულება გაძლიერდეს ქვეყნებში. ასე იქნება წელს. That's for sure and დიახ, ნამდვილად და ეს არის განსაკუთრებით ვალიდური საქართველოს შემთხვევაში, რადგან ერთი გლობალური ინიციატივა ამ ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომისა იყო სწორედ პანდემიის ფონდის შექმნა, რაც არის ფინანსური მექანიზმი, რათა მხარი დაუჭიროთ ქვეყანას ფინანსურად, რათა ეს ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა განხორციელდეს ქვეყნის დონეზე და ხელი შეუწყოთ ამ თანამშრომლობას სექტორებს შორის და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიიღო ეს ფინანსური მხარდაჭერა პანდემიის ფონდის სახით და მეორე რაუნდი ამ ფონდისა ეს არის ერთ-ერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც მიიღო ეს საფინანსება და ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია როგორც განმახორციელებელი უწყება ასე მოქმედებს და ახლახანს დავიწყეთ ეს პროექტი წელს უნდა აღინიშნოს და მოუთმობლად ველოდები ამ პროცესის განხორციელებას, რადგან ძალიან ბევრი თანამშრომლობითი აქტივობა NCDC ერთხარეს მაგალითად ადამიანების ჯანმრთელობის მიმართულებით, ასევე გარემოს დაცვითი მიმართულებით სამინისტროდან ლაბორატორია არის ასევე ჩართული და ბევრი ერთობლივი აქტივობა არის დაგეგმილი, ასევე მონიტორინგის მექანიზმები. ბატონო სილვიო, მიუხედავად აი ბევრი და ძლიერი სამეცნიერო მტკიცებულებებისა, მაინც ხვდებით დღესაც აი ამ ცოდნას და პოლიტიკის განხორციელებას შორის საკმაოდ დიდ ხარვეს, ხო? რატომ ხდება ეს? ერთი და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ეს ხარვეზე შევამციროთ? Indeed, it would be ნამდვილად იდეალური შემთხვევა იქნებოდა, რომ გადაწყვეტილებები და პოლიტიკა იყოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მეცნიერებაზე დაფუძნებული, თუმცა ვიცით, რომ პრაქტიკაში ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არსებობს გადაწყვეტილებაზე, რაც ახდენს გავლენას, იქნება ეს პოლიტიკური პრეფერენციები, ასევე უფრო და უფრო გეოპოლიტიკური გავლენები, რაც შემოდის სურათში, ასევე ეკონომიკური მოცემულობა და მდგომარეობა. How to say so შესაბამისად ტენდენცია რომ დავიცვათ ეკონომიკა, ასევე საზოგადოების აღქმებით, სოციალური ფაქტორებით შემოდის ამ სურათში, ამიტომ პოლიტიკოსები ან გადაწყვეტილების მიმღებლები, როდესაც ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებენ, უნდა გავიაზროთ, რომ სხვადასხვა ფაქტორი ახდენს მათზე გავლენას და COVID პანდემია თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი სამეცნიერო მტკიცებულებები იყო ამ ყველაფრის მიღმა გარკვეული თავრობები თუნდაც ლოკდაუნზე ვარს ამბობდნენ და ამას დიდი გავლენა ექნებოდა ეკონომიკაზე. შესაბამისად შეიძლება იყოს მიზეზი
ამ ყველაფრისა თუნდაც სოციალური არეულობა შეიძლებოდა გამოეწვია ამ ყველაფერს, ამიტომ ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მივიღოთ და მნიშვნელოვანია. რიგ შემთხვევებში შეიძლება იყოს რესურსებთან დაკავშირებული, რესურსების ნაკლებობასთან დაკავშირებული და ასევე შესაძლებლობების ინსტიტუციების, რომ სხვადასხვა პოლიტიკა განახორციელონ, მაგალითად იგივე მაგალითი შემიძლია დავასახელო NCD-ის შემთხვევაში საქართველოში ჩვენ გამოვითვალეთ, რომ საქართველოში 1.9 მილიარდი ინვესტიცია მოხდებოდა, ამიტომ 15 წელში 3.3 მილიარდს ამონაგებს გააკეთებს ინვესტიციაზე, იქნება ამონაგები, თუმცა პირველ რიგში ქვეყანამ 1.9 მილიარდი უნდა მოიპოვოს ინვესტირებისთვის. იგი არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის თვალსაზრისით თითოეული ლარის ინვესტიციაც ხდება. შეიძლება იყოს 21 ლარი, რაც დაგვიბრუნდება, ხო? ამიტომ ამონაგები ამ ინვესტიციაზე საკმაოდ მაღალია, მაგრამ პირველ რიგში ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და ეს რესურსი უნდა იქნას მოპოვებული. ზოგჯერ ასევე არის კომუნიკაციის ნაკლებობა, ან შეიძლება ხარვეზები აცდენა კომუნიკაციაში, რადგან გარკვეული რეკომენდაციები, რაც გლობალურ დონეზე არსებობს, უნდა იქნას მიღებული და ადაპტირებული ადგილობრივ კონტექსტზე, კულტურაზე, ადგილობრივ თუნდაც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, ადაპტირებული. შესაბამისად, რიგ შემთხვევაში სამეცნიერო ენა შეიძლება ზედმეტად რთული, კომპლექსური იყოს პოლიტიკოსებისთვის ან ზოგადად საზოგადოებისთვის, რომ გაიაზრონ სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ძალიან ცხადად, მარტივი გზავნილებით მოხდეს და ეს სამეცნიერო მტკიცებულებები ძალიან მიმზიდველი და გასაგები ენით შემოვიტანოთ, მივიტანოთ პოლიტიკოსებამდე და საზოგადოებამდე და ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების თემის დონეზე, არა მხოლოდ ცენტრალურ პოლიტიკურ დონეზე, არამედ ბევრი კარგი გადაწყვეტილება ცენტრალურ დონეზე როგორც წესი ვერ ხორციელდება, იმიტომ რომ წინააღმდეგობა არის საზოგადოებიდან. კიდევ ერთხელ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, როდესაც თემის ლიდერები ან აქტორები ეხმარებიან ასეთი პროცესების განხორციელებას, მტკიცებულებების განხორციელებას. პრინციპში უპასუხეთ ჩემს კითხვას, რომელიც ახლა მინდოდა დამესვა, მაგრამ მაინც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, მაგრამ მეც მქონდა პატივი დიდი ხნის განმავლობაში ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის და არის უზარმაზარი ჰაბი, სადაც სწორედ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია იკრიბება, რომელიცაც საფუძვლად სამეცნიერო კვლევები უდევს და აი მათი ვთქვათ იმპლემენტაცია ქვეყნებში ზოგადად რომ უფრო ვთქვათ ინტენსიური იყოს, უფრო მაღალი მარგი ქმედების ასე ვთქვათ კოეფიციენტით დაინერგონ ისინი, რა უნდა გაკეთდეს თქვენის გადასახედიდან უკვე საკმაოდ საქართველოსთან თანამშრომლობის და ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გაქვთ. აი ქვეყნის დონეზე მეტად რომ ხდებოდეს ამ ძალიან ღირებული ინფორმაციების, იგივე რაც ბრძანეთ ახლა თქვენ არაგადამდებელ დაავადებებთან დაკავშირებით, ხო? იმპლემენტაცია. რა უნდა გაკეთდეს კიდევ მეტი? Of course, WHO რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, მე დავიწყებ გლობალურ დონეზე საუბრის და შემდეგ გადავალ ქვეყნის დონეზეც, რადგან გლობალურ დონეზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, შემკრები როლი, დამაკავშირებელი როლი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუციებისა, ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პერსონალისა და ორგანიზაციების გაერთიანება, ერთმანეთთან დაკავშირება, ეს არის სტანდარტების და გზამკვლევების შემუშავება, რაც ვალიდურია მთელი მსოფლიოსთვის და შემდეგ უკვე გადავდივართ ადგილობრივ დონეზე. ასევე ეს არის დიდი ქსელი, სამეცნიერო ქსელი და ასევე ლაბორატორიული ქსელი, რაც ეხმარება ინფორმაციის მოკრებას, მაგალითად რომ დაგისახელოთ, მაგალითად SARS-ის შემთხვევაში, რომელიც იყო 2003 წელს, ეს იყო ინფორმაციის გაცვლა ლაბორატორიებს შორის რეალურ დროში და ეს დაგვეხმარა ვირუსის იდენტიფიცირებაში ორ კვირაზე ნაკლებ დროში და იყო ეს ჯერ კიდევ ვალიდური, ეს არის მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ასპექტი WHO შემთხვევაში და სხვადასხვა ორგანიზაციების შემთხვევაში ვიყენებთ მტკიცებულებებს. ჩვენი ჰანს კლუგერი, რომელიც არის რეგიონული დირექტორი, ასეთი კითხვა იყო მასთან მიმართებითაც და ეს არის სპეციალური ანალიზი, რაც მარტინ მაკენზის დაუკვეთეთ.
პროფესორს, რომ ანალიზი ჩაეტარებინა, რამდენად გამოიყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მტკიცებულებები, ანგარიში დაიწერა ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არა ყველა შემთხვევაში, თუმცა ვიყენებთ ამ ძლიერ მტკიცებულებებს და ბევრი მიზეზი არსებობს კიდევ ერთხელ ადამიანური რესურსი, ფინანსები და ასე შემდეგ, დროითი შეზღუდვა, ზოგჯერ ძალიან გვეჩქარება და ასე შემდეგ, თუმცა ამ ანგარიშის შემდგომ რეგიონულმა დირექტორმა ესეთი იდეა ჰქონდა, რომ სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო შექმნილიყო, რომელიც დარწმუნდებოდა და მხარს დაუჭერდა ასევე, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული. და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე რომ გადავიდეთ უკვე ქვეყნის დონეზე. არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობთ განხორციელებაზე, ასევე ნდობის შექმნაზე და დეзинფორმაციასთან გამკლავებაზე. მე აქამდეც აღვნიშნე, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებების თემების ჩართულობა და რა ხდება საზოგადოების დონეზე. საქართველოშიც მაგალითად საზოგადოებებში თემებში, სადაც უშუალო ჯანდაცვის პერსონალი არ არის ვაქცინირებული, არავინ არ გადაწყვეტს, რომ ვაქცინა გაიკეთოს, ხო? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არიან აქტორები, ვისაც ენდობიან საზოგადოებაში, ამიტომ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ჯანდაცვის პერსონალთან. ისინი უნდა იყვნენ ჩვენი ერთგვარი აგენტები, დადებითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ადგილობრივ დონეზე ცვლილების აგენტები და სწორედ მათ უნდა შეუწყონ ხელი, ისინი უნდა იყვნენ, ვისაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ეს საკითხები და განხორციელდება ის ინტერვენციები, რაც ნამდვილად პრაქტიკაში მუშაობს. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ასევე სხვადასხვა საზოგადოებასთან, აქტორებთან, მაგალითად რელიგიურ ლიდერებთანაც მუშაობთ, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან ამ ზომების თვალსაზრისით კოვიდის დროს თუნდაც. ესეც არსებითად მნიშვნელოვანია და ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არის ახალგაზრდების როლი. ძალიან აქტიურნი არიან, საკმაოდ ღიანი არიან ინოვაციების მიმართ, სიახლეების მიმართ, მონაცემების, სამეცნიერო მტკიცებულებების და ზოგადად ინოვაციის მიმართ და მათაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ საკმაოდ აქტიურად ამ ყველაფერს. რაც ასევე მუშაობს და მნიშვნელოვანია. გახლავთ ცხადი მაგალითები და ადამიანური ისტორიები, ამბები და ესეც გვინახავს. ზოგჯერ ერთწუთიან ვიდეოს შეიძლება ბევრად მეტი ინფორმაცია მოგეწოდოს და უფრო მეტად დაგარწმუნოს, ვიდრე 100 გვერდიანი ანგარიში მტკიცებულებებით გაჯერებული. და ჩვენც ბევრ ასეთ ვიდეო საინფორმაციო მნიშვნელობა და სოციალური მედიის და ტელემედიის ამაში ძალიან დიდია და ამიტომაც გთხოვეთ დღეს, ხო? ხო, ჩვენ ცხოვრობთ რეალურად იმ ეპოქაში, როცა დეзинფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ხო სოციალური მედიის მეშვეობით მარტივად მიწვდენადი არის ყველასთვის და ალბათ ის კამპანიები ხო ვიდეო რგოლებით იქნება თუ იგივე ნამდვილი ამბავი, რაც შეიძლება რომ იყოს ერთ წუთში ჩატეული, უფრო მეტად მოქმედებს საზოგადოებაზე ვიდრე სხვა ნებისმიერი მიმართულებით. ხო, ჯანდაცვის სტანდარტის პრინციპში ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ სწორი და სანდო ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მაყურებლებსაც. Absolutely. ნამდვილად აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ განვაგრძოთ ეს იდეა დეзинფორმაციასთან მიმართებით. ეს ინფორმაციასთან მიმართებით ძლიერი მონაცემი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეცნიერებაზე დაფუძნებული მონაცემი, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ დეзинფორმაციას. პირველ რიგში ეს უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე და კომუნიკაცია უნდა მოხდეს ძალიან გამჭვირვალე გზით. იმის კომუნიკაციას ვაკეთებთ, რაც ვიცით და ზოგჯერ რაც არ არის ცნობილი, ჯერჯერობით არ არის სრულად, ასე ვთქვათ, ცნობადი და ესეც, რა თქმა უნდა, ნდობას აყალიბებს და შემდეგ უკვე ადამიანები მეტად და მეტად იჯერებენ და ადამიანური ამბები და ისტორიები, რაც აღვნიშნე, არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე საზოგადოების თემების აქტორები და კიდევ ერთი რამ რისი აღნიშვნაც და ხაზგასმაც მსურდა არის ზოგადად ცოდნა ჯანმრთელობის სფეროს მიმართულებით. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, იწყება ბავშვობიდან, ოჯახიდან, ბაღიდან, სკოლიდან და უკვე გრძელდება ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ეს ცოდნა საზოგადოების ჯანმრთელობის მიმართულებით უნდა გაიზარდოს და საზოგადოება, რომელიც უფრო განათლებული არის ჯანმრთელობის თემებზე, უფრო მედეგია დეзинფორმაციის მიმართ. ბატონო სილვიო, რომ აი რა მოკლე გზავნილები გექნებათ, როგორც გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, ისევე მთლიანად საზოგადოებისთვის, ვინც
ჩვენ გნახავს ახლა ტელევიზიით ჯანდაცვის სტანდარტში ამ დღესთან დაკავშირებით. მოკლე გზავნილები, მეცნიერების მნიშვნელობისა და დღეს განსაკუთრებით რომ ხარი უნდა დაუჭიროთ მეცნიერების განვითარებას. დავიწყებდი იმის აღნიშვნით, რომ რაც მოხდა ბოლო 10 წლების განმავლობაში, ჯანმრთელობის დანდაცვის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის და სოციალური კეთილდღეობის განვითარების თვალსაზრისით ნამდვილად გასაოცარია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 150,000-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა ვაქცინაციის წყალობით, ასევე შემცირდა 50%. შობიარობის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ძალიან ბევრი მიღწევა გვაქვს, სამეცნიერო მიღწევა, როგორც მაგალითად ადამიანის გენომი, რომელიც სრულად იქნა აღდგენილი და წარმოუდგენელი იყო მაგალითად რამდენიმე წლის წინ და ახლა უკვე ნორმალური რუტინული ხდება, ასევე გენური თერაპია, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდები, ახლა უფრო აქტიურად ვიყენებ ტექნოლოგიას, MRI, მაგალითად ტელემედიცინა და ასე შემდეგ. ასევე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შემოდის ამ პროცესში, ამიტომ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა მეცნიერების გარეშე და ამ ყველაფერს ძალიან ძლიერი სამეცნიერო საფუძველი უდევს. როგორც განვიხილეთ სხვადასხვა აქტორებთან მიმართებით, გადაწყვეტილების მიმართებთან მიმართებით, პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი რჩევა იქნებოდა ეცადნონ გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღონ, ვიცით რომ მარტივი არ არის, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და უფრო ჯანმრთელ საზოგადოებას მოგვიტანს შედეგად. თუ გადარდებთ მაგალითად ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური განვითარება ვერ მოხდება ჯანსაღი, ჯანმრთელი საზოგადოების გარეშე, ამიტომ ჯანმრთელი საზოგადოება არის წინაპირობა, გჭირდება ჯანმრთელი პერსონალი, ჯანმრთელი მომხმარებელი და ასევე ჯანდაცვის პერსონალი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი, რომ მტკიცებულებებს ყოველდღიურ სამუშაოებში იყენებდნენ და ებრძოდნენ დეზინფორმაციას და სწორგზავნილებს ავრცელებდნენ საზოგადოებაში საკუთარ თემებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზოგადად საზოგადოებას, გთხოვთ ეცადეთ სანდო წყაროები გამოიყენოთ ინფორმაციის მოძიებისა, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება გავლენა ჰქონდეს თქვენს თემზე, საზოგადოებაზე და გთხოვთ ჩაერთოთ ჩვენს კამპანიებში, როგორც აღვნიშნე, ეს არის ყოველწლიური კამპანია, გთხოვთ დასვით კითხვები, ეცადეთ პასუხები მოიპოვოთ, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პასუხები და გთხოვთ თქვენი ადამიანური ისტორიები გააზიაროთ, როგორ დაგეხმარათ პირადად თქვენ მეცნიერება ან თუნდაც მეგობრებს ან ოჯახის წევრებს და გვახსოვდეს, რომ მეცნიერება არის ყველასთვის, ყველგან და იმისთვის, რომ მეცნიერება დაგვეხმაროს, უნდა გამოვიყენოთ ის პრაქტიკაში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და სწორედ ამიტომ არის ეს დღე, რომ წელს ბევრს ვისაუბრებთ კიდევ მეტად მეცნიერების შესახებ და განსაკუთრებით აი იმ თემის, რასაც ქვია ერთიანი ჯანმრთელობა. მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და Thank you for the invitation. მადლობა მოწვევისთვის. სილვიუ დომენტე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი იყო დღეს ჯანდაცვის სტანდარტში სტუმრად.